მოგეთ. დილის 12 საათია. დილის. იმიტომ რომ რაჭაში ყველაფერი ნელა იწყება. და რატო იცი? რაჭული ტემპებით. შენც ავტომატურად ამის ნაწილი ხდები. ერთოვლიანი დილა აგვიტენდა მასობაში. ორი დღე აკვართ. გუშინ მთელი ღამე ფაქტიურად თოვდა ძალიან მაითად, მაგრამ თოვდა. მაგრამ გულწრფელად რო ვთქვათ, ან თოვლში ლამაზი არის ესე შემოდგომარი რაჭის სეზონი რა. ვიღავით რამდენიმე წლის წინ თედოსთან ერთად ამ არხზე გეცოდინებათ ძველი ვიდეოებიდან თედო, მაგრამ მოკლედ კიტას ნათლია ჩვენი ძმაკაცი. ხოდა ერთად ვიყავით ორი Skype წამოსულები აქეთ და ანუ ზუსტად მაგ დღეებში რაც ვიყავ, რამდენი ხანი 2 დღე ვიყავით იდეაში. შაბათი კვირა იყო რა, ეგრე გამოვიდა, მაგრამ სასწაული ფერები დაგვემთხვა აქ. პირველად მოხდა და მსგავსი ფერები მეტი არ გვინახავს აქ. ვინც არ იცით, რაჭაში დავდივართ ხშირად. თითქმის ყველა სეზონზე. ყოველ წელს. რაღაც მომენტში. წარჩი რამდენჯერმე. ხო, ყოველ შემთხვევაში რაღაც 3-4 თვეში ერთხელ მაინც ჩამოდივართ ხოლმე ეგეთ. და რომ ძალიან გვიყვარს. სადა ხარ? მოდი ჩემთან. რატო გვიყვარს? ბევრი მიზეზი არ აქვს მაგას. ერთი ის რომ ჩემ შემთხვევაში ის რომ დედით რაჭველი ვარ და მაინც დედულეთი მიხმობს ხოლმე, მაგრამ ყველაზე კარგი დანიშნულება და სიმბოლიკა შემოიტანა გიომ, იმიტომ ჩვენი ნიშნობის ადგილი არის. ჩემს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილას მთხოვა პირველად ხელი და პირველად რა მეორეჯერ არც ვთხოვია, მაგრამ ერთ საკმარისი იყო. ჯერჯერობით ყოფნის. და მაგის მერე უფრო და უფრო საყვარელი და სიმბოლური გახდა აქ ყოფნა და აქ ჩამოსვლა. ხო იყო შენი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი. ეხა ბევრად საყვარელი. I'm happy. Quack. როცა მართლა რადიკალურად გინდა რომ გარემო შეიცვალო, ალბათ რავი მართლა სვანეთი 9 საათი მისაზე მოდი ვთქვათ რომ აი სოუსანჩი მიდიოდა მაშინაც გიგეზარება მაგზის გავა და აქ რაღაც მარტივად ამოდიხარ, მალე ამოდიხარ, თან ცივილიზაცია, ანუ არაფერი არ მოგაკლდება. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სეზონური რაიონია და რეგიონია, იმიტომ რომ ხა ზამთარში მაგალითად რაღაც არ ფუნქციონირებს, რაც ზაფხულში საკმაოდ კარგად მუშაობს ხოლმე. მაგრამ ხო, ნუ აი დასვენება მარტივად შეგიძლია რა. და ნუ ხალხი კიდე ტოპ. საჭმელიც, ხალხიც, ბუნებაც და ძალიან ბევრი ლამაზი ადგილია, რომელიც ერთხელ სანახავთ არ ყოფნის რა. ეხაც ეს ლამაზი ინტერიერი, რასაც ხედავთ, არის ბროწეულები, რომელიც არის ამბროლაურში ზოგადად. ძალიან გვევასება აქაურობა. 3 კოტეჯია და ერთი ესეთი პატარა სივრცე. აქაურობა ძალიან მოგწონს, ლამაზია ძალიან. ასევე გლემპინგში ვჭებით ხოლმე ხშირად კრიხში. კრიხში. ოკეი. ბევრი ადგილი უკატესტილი მოკლედ რა, მაგრამ ერთსა და იმაში მოდივართ ხოლმე, ხო და მე უფრო აქეთ მოდივართ ხოლმე ხშირად.
ანუ ზოგადად ონი უფრო მეც და გიოსაც ახლა თან სადაც დავდივართ ხოლმე. ონი უფრო ახლოს არის მაგ ადგილებთან, მაგრამ აი ონში რაღაც კარგი დასარჩენი ესე ვერ ვნახეთ. თქვენ თუ გაქვთ გამოცდილება სხვანაირი და რაღაც გახსენება თავისუფლად გაგვიზიარეთ, იმიტომ რომ ნახავთ, მაგრამ აი ონისკენ მაინც უფრო ჭირს ხოლმე რა, ესეთი საინტერესო ადგილების ნახვა და ამიტომ ნუ ამბროლაური კარგად ავითვისეთ. აი უწერა გვაქვს გასატესტი. მაგეთაც გვაინტერესებს. ხო. გამოცდილება დარჩენის და რავი რა. ხო და მოკლედ რაჭა ძალიან გვიყვარს. Public.